არა, ბავშვი როგორ დაკარგეთ? უმეცრები ესენი. აუ ბიჭო. აუ და უმეცრები ესენი. არა, რა მითხრა ჩემ დას? რა მითხრა ჩემ დას? კოლაფსია სრული. აი რა, გეხვეწები არაფერი არ უთხრა შენს დას და რაღაცას ვიზავთ, ხო ვარ შეკრებილებით. ბიჭო. აი ეს რომ მივუყანოთ, მიხვდება? შენ ბიჭო საერთოდ 1-2 წუთი გაჩერდი და ხმა არ მოიღო, კაი? სიო არ ილაპარაკო საერთოდ. იგი უნდა გექლა, პირიქით ბიჭო. ეს უნდა დაგეტოვებია ბავშვთან. აი თქვენ რას გეტყვით, იცი? თქვენი პროდასავლური იუმორი აქ მყოფ საზოგადოებას არ გვსიამოვნებს და ჩემი მოთმინების პიალაზე ემოთადის, ზღვარი იმსება და თუ გაპიპინდა, აი შემდგომ ვნახოთ. შენ მომისმინა ჩემი ზმარი? აქ ახლა შეზნაკლებად არ ვნერულოთ არავინ, ეგე? დაჯიქ ეს კანს წამეისვენე შენ. თუ არა ლუსტრაკი ადგია თავზე და გიხდება მეგონის ზარას. მე გადავწყვეტ დავჯდები თუ არა. პატრონში დავრეკავ ახლავე, კოლაფსია. სტრასბურგში. ვაცადე, მე 5 წუთი რა იქნება, რაღაცა. და მოვძებნით. აი, კაი და დავწყნადე დამშვიდე ცოტა რა. მომისმინე ბიჭო, შენ არ გახსოვს ის კლიენტი სად მიიყვანე? აი, ეგრე უბანი არ მახსოვს, მაგრამ ვაგზლიდან რომ 15 ლარი დაწერა, იქამდე მახსოვს ეგა კი. აზღვანერეულე, ბიჭო, თუ მასე თუ იყო, ბიჭო 15 ლარი თუ დაწერა, ხუმასიდან აწერა 15 ლარიო. ესე იგი ამხელა იმაზე იყო, ახლა მონაკვეთზე. უნდა შევამოწმოთ. ახ ბიჭო, მაგარი ვარ რა. მომისმინე ისე პატარა. საცხოვრობ შენ? თბილისში. თბილისში. მოიცა მეჯო, მოიცა ეგავე. ალო. ხო, მე ვარ კი. სადა? ხო, კაი, მოვალ. მაქსიმის ოფისიდან დანეკეს, ბიჭო. საქმე გვაქვს, მოდიო და ბავშვით წამოიყვანება. წამოხვარ? წამოვა, ბიჭო, ხო წამოხვალ. ანტე, აბა წავიდეთ, ანტე. როგორ შეიძლება ბავშვთან ერთად ტაქსაობა? და ის რო იყო ბავშვთან ერთად, ის მგზავრია. მე კიდე მძღოლი ვარ, ბიჭო. ბოდიშის მალე მოვა ეს ქალბატონი? კი, მოვა. გზაშია ტაქსით მოდის. კიდე იმედია კიდე არ დარჩება ის ბალღი ტაქსში. თავი შეიკავით, გთხოვთ. გაჩერდი, ერთი წამით, გაჩერდი, ხო შეგიძლია. შენი ბრალი არის ყველაფერი, შენი. არ დაშონებოდი ცოლსა და ხო დაინტოვებდა ბალხსა რა. უკაცობის კაცი რო ხარ. ეს მაგარი ვარ რა შე რო განდე ბავშვი. ჩემი შვილი რანაირად ვერ იცანი, ბიჭო, ასეთი იდიოტი როგორ ახლა. ბიჭო, ეს ბავშვები ერთმანეთს აგვანან, რა ვქნა ეხა მე, კაცო. ბავშვიანი, ვა. აი მოვიდა დედიკო ნახე. გურში მაშინე. ჩემი ბიჭი. შენა კიდე შეამოწმე, ბიჭო, მართლა შენია? აი ყოჩა, რა ზოგჯერ ჭკვიანი უცას ათქმევინებს ადამიანს შინაგანი მე. მართლა ნახე. შე რა გაგჭის, ბიჭო, ჩემი აპა ვისიერ. ვერიონ მესმის, მაგრამ რეალურად სიფრთხილე არის ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური მზაობა, ხომ? ისენ ქალბატონო, მეც დამტოვეს ჩემმა შომლებმა მეზომელთანა. ბაზარში მიდიოდნენ და არ წამიყვანეს. დღემდე მახსოვს ყველაფერი. 8 წლის ვიყავი მაშინა. რასებდიანი ისტორია. რა არის, ხანო, სევდიანი ისტორია. სევდიანი იცი რომელი არის? აი ტურებმა რო თითები მოაჭამეს, ლაიქა გენოსა. და მარტო ის რო დაუტოვეს. აი ეგ არის სევდიანი. კარგი ქალბატონო, ჩვენ დაგემშვიდობებით, წავალთ. კარგად ძანდებოდა და ძალიან დიდი ბოდიში რა. წავოდი და წავიდეთ. ხდება ხოლმე არა უშავს. აი ეგ არის რა, ხანაფშუტა ქალი, ცანცარა, სუნთა ცანცარა ქალი. აი ამ თავარია რომ მოგვადა და ბავშვი ჩემთანაა. ხო და რადგან ეს ყველაფერი კარგად დალაგდა, ხო? დღეს აღამოს გეპატიჟებით რესტორან გასტრონომში და მაგრამ იქე იყო, გაიგეთ?
პროფესორ, შენ წამოდი. მადლობა მისტერ. აი, გამოვართ მაშინ, საღამოს შევხმიანდეთ. მიდით, მამით. მოგენატრე მა? არა. რატო დაულაიქე იმას? თანამშრომელია თქო გოგო, რა გჭირს? თანამშრომელი. და სხვებს რატო არ უგულებ და ულაიქე ფოტოებს? კარგი, გეყოფა თქო ახლა. უხერხულია რა დაგემართა. საერთოდ არ მეუხერხულება რა. არც მე, კაცო, ილაპარაკეთ, არ არის პრობლემა. აუ შენ ატარე რა ძმაო რა. ბიჭო, მე კი ვატარებ, მაგრამ რო გულაობ, ისე უნდა იგულაო, რომ ცოლმა არ გაიგოს, გაიგე? შენ აკიდე ხანო რას იკეკები ამის ტელეფონში, ა? თუ მიწერა უნდა რა, ვერ მიწერავს, მეორე ტელეფონით, ა? მოიცა, მეორე ტელეფონი მაგიტო იყიდე? შემატყუა რა კაცო შენ. სამსახურის ტელეფონია მეთქი, ხო გითხარი რა გჭირს? შენ რა ეხლა მაგისა, მე არ მგერა. აი გრო გადახო გააჩერე რა. აღარ მოვდივარ მე დაბადების დღეზე. გაყევი, გოგო, გაყევი, თორე წაიყვანს იმ გოგოსა და ღირსიც იქნები. გაჩუნდი ბიჭო, შენ რა გაატრაკე საქმე, ვინ ახარ ბავშვი? აბა უყურე ამასა, ნახე რა, კიდე ტრაქზე რომ ფიქრობს. აუ ეს ვინა? მალადეთ, შვილო, შენ, მალადეთ. შეგანგოს ღმერთმა. აი ესე ჭიხუახუა კაცსა, ბიჭო, რანაირად აკავს ეს ნაგაზიშვილი, ჰა? მამას ვაჟკაცია, მამას მგელი. აი? აი შეეშე განადები თავი. ჭამი ნახტი ჭამი. მარხენა ძვალი მამაშენს, ნაჭამი კი არა, ტანზი არა აქვს. კიდე დადი მამა და სხვა რამე ჭამი ხა მიდიხორცი. აუ მაგიანეთ რა, კაცურათა რა, მაგიანეთ რა. აი მაგრა დავმოზგე რა. ეგრევე მივხვდი რომ იმ აშანაშკა ხალს ყავდა წაყვანილია ეს ბავშვი. აი, მთელი დღე გიყურებთ და თქვენ აუცილებლად უნდა მოგბრძანდეთ ჩემთან ლექციაზე. ძალიან მარტივი პროცედურაა და ეგრევე გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისგან. რაგი, ჩემგან. აი, მაგ თუ ვერ ხვდები ხა შენ ამას რა უნდა? ერთ სეანსზე მართლა მიდის, მაგრამ აი მე უკვე გეცოდინება და მიხვდები რას უნდა. მართალი ხარ სიძე. არ მინდა ძმაო, არც ჩევა მინდა და არც დარიგება მინდა. ვერ ახედავ რამ ხელასუფრა არის გაშლილი. ადექი იქეიფე რა. მინდინა შეავსეთ რა, განსხვავებულები შეავსეთ. მინდით ერთი სადღეგრძე რომ მინდა ვთქვა. სიყვარულს მინდა რომ გაუმარჯოს. ერთ მხატვარ კაცსა შეუყვარდა ერთი მსახიობი ქალი. ეს კაცი ადგა წავიდა და სახლი გაყიდა. და ყვავილები იყიდა, ბიჭო. ეს ყვავილები მიუტანა ამ ქალსა, აივნის ქვეშ დაულანა. ეს გავაგედია ჩვენ სახლს მატყობს მე. სიყვარულს გაუმარჯოს. დიდი ჭიქი დალია, ბიჭო, დიდი ჭიქი და შენ ის გიგა ბიჭო, ხომ მუშაობდა თავი მტკივა მე. რა გჭირთ ამ ქალაქელებსა თქვენა, ჰა? თავი არასოდეს არ ამტკივემია მე. შენ გაიდა თუ გიგდეხავ თუ არა, შიგნით უნდა გატკინოს. კარგი, მოკეთეთ საუბარი და მართლაც კარგი სატვირთზელოა გაუმარჯოს სიყვარულს, წრფელს, მთელს და მტრფელს, რა თქმა უნდა. მადლობა. კესიანი პოშკინი 3 მეტრია. ნეტა ჩემი გოგო ნაშვება ეხლა. არა დღესა მაგრა უნდა დავნიო რა, მაგრათა. და მე სახში უნდა ავადგე. მიცი მე საცხოვრობს. არა. რამეს ხომ არ დაიმატებთ? მე დავამატე. ლუდი? არა. აი ამას დავამატებ. კარგით. გავარკვევ ადმინისტრაციასთან. და ლუდიცა. რომელი? კრაფტი. აბა მოდი მეგობრებო ერთი შევავსოთ ერთი და მოგანსაკუთრებით შენ შევისებ. ჩემი
თემურას აღგზელო მინდა რომ დავლიო ძმებო. აი ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ სიცეცულის ძმები, ძმაკაცები, მესაიდუმლები ვიყავით ძმაო ერთმანეთს. ესვე დედას გეფიცები ზიზუ. ჩემსოს რო გეიგუა ხე ეს ბავშვის ამბავი, გადაუდგამდა ძმაო, 4-ვეს გადაუდგამდა, იმედად ქვეყნიდან გვექნებოდა გასაქცევად საქმე. მაგრამ ერთი სიტყვა არ დაცდენია თავის დასთან ბიჭო. ერთი სიტყვა არ დაცდენია, იმიტომ რომ კაცია კაცური, ამას ვენაცვალებ და აბა ეს კაცი დამელოცეთ. ახლა როგორც საჭიროა ძმებო გაუმარჯოს. აბა ჰე. არ იყო საჭირო მართლა. ბავშვი როგორ დაკარგე შენ დეგენერატო შენ ჰა? რა იდიოტიც იყავი ის იდიოტი დარჩი. ეს რა მაგარი რაღაცა გეკეთია, გოგო. იმასა ჯომბია. ტახი მან ხომ ქვია მე. გამარჯობა. გამარჯობა. ყამაზე ხო არ დამპატიე? მარა ივიზამ გენაცვალე. აბა შენნაირ ქალბატონ უარხო არ. ისე თქვენი სახელი რომ აჩუქოთ. მე სიცო. შენიერი სახელია. იგრე ამ საღამოი თუ არაფერ არ აკეთებ. ჩემთან ხო არ ავიდეთ სახში, ჰა? კი, ავიდეთ, საწყობო. აი, შესაცოდაო, შეუბედურო შენა, ჰა? თუ მატყუება გინდა ეგ ისტორი მაინც გაიპარცე რაც აიგე ხარ. ადი მოიცილდი თავიდან. უარგისი ესა. რას აკეთებ შეჩერა? ჩვენს ვიპარსავ, ვინო? მე ჩემი ბრიტვით რატო იპარსავ? მაშინ მიდი წყალი დადგი გამოვიპუტავ. აი გადარეული ვარ რა. ამ კაცს ცხოვრებაში ვერაფერში ვერ ენდობი. ზუსტად მაგიტო დავშორდი. ბავშვი რანაირად უნდა დაკარგო, გამაგებინეთ რა. კიდე მაგრად შევიკავე თავი. აი თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? თუ მოგეწონათ ჩვენი სერიალი, გამოიწერეთ და დალაიქეთ გვერდით. რაშვები ლომო.